დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის ministris განცხადებას ეხმაურებიან. მათ გააკრიტიკეს მიხეილ სარჯოლაძის განცხადება. მათი თქმით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ეს მედიკამენტები იწვევს მხოლოდ უკუჩვენებებს. მათი თქმით, დაავადება პროგრესირებადია, ამიტომ მკურნალობაზე დროული ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისინი ითხოვენ დაჩქარდეს პრეპარატების მიწოდება და მზად არიან პროტესტი გააგრძელონ. მათ აღნიშნეს, რომ ამ პრეპარატებს სხვა ქვეყნებში იღებენ და არიან ძალიან კარგად ეს მედიკამენტები ამარცხებს ამ დაავადებას. მაგალითად, ევროპამ აღიარა სხვა პრეპარატებიც, რომლებსაც აქვს ნაკლები უკუჩვენება. როდესაც საუბარია, რომ შესაძლოა გადავადდეს დაავადება ეტლში მიჯაჭვულობა 5 წლით, 10 წლით, ჩვენ არ ვიცოდით და არ ქონდა ინფორმაცია და არ იყო რეგისტრირებული მედიკამენტები 2-3 წლის წინ. დღეს გვაქვს მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს ამ დაავადებას. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სრულად ხდება ამ მედიკამენტებით ბავშვების განკურნება. თუ ჩვენ დღეს არ მივაწვდით იმ მედიკამენტებს, რომლებიც მე ჩამოვთვალე და აღიარებულია არაერთ ქვეყანაში და ზეიმობს არაერთი ქვეყანა ამ დაავადების პროგრესირების შეჩერებას, თუ გვაქვს ეს მედიკამენტები, დღეს უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ შემოსული მედიკამენტით სრულად განიკურნოს ეს დაავადება. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ამ მდგომარეობაში და თქვენი შვილები არის ამ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ ცოტა ხანი. და მინისტრი გეუბნებათ, რომ 2-3 წელი გადავადება ეს არ არის ისეთი ღირებული რამე, რაც რისთვისაც სახელმწიფომ რესურსი უნდა დახარჯოს. ჯერ როგორ შეიძლება, ანუ რანაირად შეიძლება ეს მინისტრმა თქვას ისე რომ არ დაფიქრდეს ამაზე, ამის შედეგებზე და მეორე შეუძლია თუ არა ეს ბავშვებს უთხრას. მოდი აბა პირდაპირ ბავშვებს უთხრას, მოვიდეს და ჩვენ ბავშვებს უთხრას, რომ შენი 2-3 წელი მე არაფრად არ მიხის, აი რესურსის დახარჯვად მე არ მიხის, შენი 2 და 3 წელი. ის დრო დასრულდა, ის სიბნელე, როდესაც დიუშენის პაციენტები სახლში მარტო მყოფები, უსუსურები იღუპებოდნენ და ექიმიც კი არ ყავდათ და წამალის და დღეს მინისტრი ვტოვებს ორლარიანი დეფლაზაკორტის იმედად ყველა უკუჩვენება ამ ადამიანმა წაიკითხოს, დეფლაზაკორტის უკუჩვენებები წაიკითხოს პირდაპირ ეთერში იმ დეფლაზაკორტის, რომელსაც უფასოდ გვაყრიან სახეში